არსებობს საიდუმლო, რომელიც არა გაიხსნას. არ არსებობს დაფარული, რომელიც არა გაცხადდეს. გადაცემა X-კოდი რადიო იმედის ეთერში. მიშა მიმინოშვილთან ერთად. საღამოშიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, აი დადგა პარასკევი და როგორც ყოველთვის ამ დღეს რადიო იმედის პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს გადაცემა X-კოდი მიშასთან ერთად. მე მინდა გადაცემის დასაწყისშივე ყველას გადაგიხადოთ მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც უერთდება ამ გადაცემას, უბრალოდ უერთდება ამ გადაცემას ინტერნეტით. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაუმეგობრდეთ ამ გადაცემას ინტერნეტის მეშვეობით X-კოდონ რადიო იმედი, ესე ქვია. ну ინგლისურად და სპანაირად არ შედგებოდა, არ ეკრიფებოდა ეს პოსტი ინტერნეტში, Facebook-ზე. მოკლედ მადლობა ყველას, ვინც მიზიარებს აზრს. მე ძალიან მიხარია, რომ ჩემ გადაცემას უსმენენ სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები, გარკვეულ თემასაც თავაზობენ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გადაცემის თემა, მიუხედავად იმისა, რომ როდესაც ვამზადებ ხოლმე გარკვეულ თემები მაქვს, თემების ყურება, ეგრეთ წოდებული, მაგრამ თავისებურად იწყება ხოლმე გადაცემის მზადება, მაგრამ აი სულ რაღაც ბოლო საათებში თითქმის არ ვიცი რატომ, მაგრამ გადაცემა თავის თავს თვითონ აკეთებს და ნუ რაღაცნაირად მინდა ახლა ნელ-ნელა გადავიდე დღევანდელ თემაზე, თუმცა დღევანდელ თემამდე სანამ გადავალთ, აი ის ხშირი თხოვნა, რაც თქვენგან ისმის, არის ის, რა თქმა უნდა, ის 2012 წელი მოახლოებული, ეგრეთ წოდებული კატასტროფა, ტექნოგენური გნებადბუნებრივი, ამაზე არის ხშირი ესეთი მომართვა, რომ ამაზე გაკეთეს გადაცემა და რაღაცნაირად სანამ დღევანდელ გადაცემაზე გადავალთ, მე ხო ჩვენს ხმის რეჟისორს შეცვალოს ფონი, რამე თუ უკვე გადავდივართ ნელ-ნელა დღევანდელი გადაცემის შინაარზე. ნუ ზოგადად ის, რასაც ჩვენ ცივილიზაციას ვუწოდებთ, ანუ ბუნებრივია ვამაყობთ ჩვენი ცივილიზაცია, ჩვენი ტექნოლოგიური მიღწევებით, ყველაფერი აი ატომის გავხლიჩეთ, ყველაფერი გავაკეთეთ ძალიან იმისთვის, რომ კომფორტულად ცხოვრობდეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ისაც ჩვენ ირგვლივ ხდება, მეტყველებს იმაზე, რომ უმეტეს შემთხვევაში პროგრესი მაინც არ მოშავს ადამიანთა სასარგებლოდ და მინდა გითხრათ, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში, უბრალოდ შუა წლებში დაიწყო აი ამ საკითხისადმი ერთგვარი უკვე ნიჰილისტური მიდგომა, ანუ როდეს თუ მანამდე პროგრესი და ტექნოლოგიური ესეთი აღმოჩენები და წინსვლები აღიქმებოდა როგორც კაცობრიობისთვის სასიკეთო მომენტი, შემდგომ აი გარკვეული მეცნიერთა ჯგუფი, ну პირველ რიგში წინწერლებმა დაიწყეს და ფილოსოფოსებმა, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგ ამხედრება, პროგრესის დაპირისპირება, თუმცა ეს ხმამაღლა ჟღერს და შეიქმნა ერთგვარი კოალიცია ეს არნიშნავს იმას, რომ ერთად გამოდიოდნენ ეს ჯგუფი ქონდა შექმნილი, უბრალოდ თანხმედრა იყო აზრთა, მათ შორის იყო ძალიან ბევრი ცნობილი მწერლები, ოლდოს ხაქსლი, მაგალითად მშვენიერი ახალი სამყაროს ავტორი, ძალიან კარგი რომანია და ფაქტობრივად ის არის აღწერილი მთელი მისი იეული ხედვა პროგრესის არაკეთილად გამოყენებისა, ალბერტ კამიუ, სორელი და სხვები და მოგვიანებით მათ აზრს მეცნიერებით შეუერთდნენ და ეხლა მინდა მე მოვიყვანო ციტატა ალბერტ აინშტაინის მიერ მთავრობისადმი გაგზავნილი დეპეშიდან, აწავიკითხავ ამ ციტატას, რამე თუ ეს ერთგვარი შესავალი იქნება იმისთვის და ჯერ არ გეტყვით რაზე გვექნება საუბარი, თუმცა მერწმუნეთ, რომ ძალიან საინტერესო თემა გვაქვს დღეს გადაცემისთვის შერჩეული და ეს შინაარსი ამ დეპეშისა ახლა გავახმოვანებ. მსოფლიო დგას უდიდესი კრიზისის პირას, რომელსაც ვერ ამჩნევენ ისინი, ვისაც აქვს ძალაუფლება მიიღოს გადაწყვეტილება სიკეთის ამ ბოროტების სასარგებლოდ. ჩაჭირდა ნაშვებულმა ატომის ძალამ შეცვალა ყველაფერი გარდა ჩვენი აზროვნების ჩვევისა და ჩვენს ბრმად მიყვები დინებას გრანდიოზულ კატასტროფამდე. ჩვენ მეცნიერებს, რომლებმაც გავათავისუფლეთ ეს ძალა, იგვიწყვის უზარმაზარი პასუხისგებლობა კაცობრიობის წინაშე და ვალდებულები ვართ, გამოვიყენოთ ატომი მხოლოდ მშვიდობიანი მიზნით. ამერიკელ მეცნიერთა ფედერაცია უერთდება ჩვენს მოწოდებას და იმედი გვაქვს თქვენი თანადგომისა, რათა ერთად ვაიძულოთ ამერიკა გააცნობიეროს, რომ კაცობრიობის ბედი წყდება დღეს აქ ამ წუთში. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება $200,000 ეროვნული კამპანიის დასაფინანსებლად, კამპანიისა, რომელიც შეცვლის ჩვენ ცნობიერებას და აიყვანს მას თვისობრივად ახალ
უფრო მაღალ დონეზე. მაპატით რამდენი ხანი გავახანგრძლივთ ჩვენ ხშირად არ გვაქვს ხოლმე დრო, მაგრამ ძალიან ძირეული ეს ფაქტობრივად ერთგვარი მანიფესტი გახლავთ ოფიციალური დეპეშა გაგზავნის შეერთებული შტატების მთავრობის სახელზე ჰიროსიმას კატასტროფამდე რამდენიმე თვით ადრე, თუმცა აი ამან მაინც ვერ შეაჩერა ის ბომბი, რომელიც ჰიროშიმაში ჩამოაგდეს და რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დღესაც გრძელდება ამ კატასტროფის შედეგები, დღესაც ინკისის მოსახლეობად გენეტიკურად მოკლედ. თუმცა მინდა გითხრათ რომ ეს ჰიროსიმა ჩვენ თუ გვექნება ამის საშუალება, რა თქმა უნდა, მიუძვნით ერთ გადაცემას იმას, რომ ჰიროსიმა არ იყო ერთადერთი ასეთი ექსპერიმენტი, ფაქტობრივად ექსპერიმენტი იყო, რომელიც დამთავრებული იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჰიროსიმის ბომბის აფეთქება არ იყო ერთადერთი საბჭოთა კავშირშიც ადამიანებზე გამოსადეს ეს და ამას ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში ვისაუბრებთ. ასე რომ ტექნიკური პროგრესისადმი გამოყენებითმა და მომხმარებელმა დამოკიდებულებამ მართლაც შესაძლოა დაღუპვამდე მიიყვანოს კაცობრიობა, სუფთა მეცნიერული აღმოჩენა, რომელიც მიმართულია იმისთვის, რომ უკეთესობისგან შეცვალოს სამყარო, შესაძლოა გადაიქცეს ნეგატიურ ძალად მსოფლიოში, რომელიც მინდა ესეთი ტერმინი ვიხილოთ, ფილმი იყო შეშლილი სამყარო და შეშლილი მსოფლიო, რომელსაც მართლა დაკარგა კონტროლი მაპატია და ჩემი აზრია შეიძლება პირადული და ამას თავს არავის არ ყმან კონტროლი დაკარგა სინდისა და მორალზე, რომ არაფერი თქვა იმ ძალაუფლების სათავეში მყოფ ადამიანებზე, რომლებიც ყველაფერზე მიდიან პიროლობის, სიმდიდრის და ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ამის ყოველდღიურ მაგალითებს ჩვენ ყოველდღიურ უყურებთ, რა თქმა უნდა, უფრო პოლიტიკაში ვართ მაინც ჩართული დღევანდელი სიტუაციით გამომდინარე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბუნებრივი კატაკლიზმები და ის რაც ხდება ჩვენს ირგვლივ, ესაც მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი პირველ რიგში თავის მტერი არის პირველ რიგში ადამიანი. და სხვადასხვა აი ასეთი მეცნიერული მიღწევებისადმი დამოკიდებულება ყოველთვის არ იყო ესეთი აი ესეთ ბოროტად გამიზნული ბოროტი მიზნებისთვის. აი ძველ დროში მაგალითად მეცნიერული მიღწევების გამოყენებას გარკვეული ზღვარი ჰქონდა. მე მაგალითი მინდა მოგიყვანო ძალიან საინტერესოა. მაგალითად არსებობდა პაპის ბულა, პაპის ბულა ეს არის ერთგვარი ბრძანება, რომელსაც ყველა კათოლიკური ქვეყნის ხელისუფალნი და აღმასრულებელნი ექვემდებარებოდნენ. აი პაპის ბულა იყო, რომელიც კრძალავდა სამფეხის გამოყენებას ისრის როლის დროს. ანუ აი დაჭიმვა ჩვეულებრივად როცა ისარს ხელით რო ჭიმა ვისარს, უფრო ეფექტი გაიზრდებოდა იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენებდი სამფეხას. ის არის ორჯერ ზრდი და ბუნებრივი სროლის დროს მიღწეულ სიჩქარე და პაპმა ეს აკრძალა იმისთვის, რომ ყველაფერი ბუნებრივად წარმართულიყო და ნაკლები ზიანი მიეყენებინა თუნდაც მოწინააღმდეგისთვის, რომლის წინააღმდეგ ეს ლაშქარი გამოდიოდა. კიდევ ერთი მომენტია, მაგალითად ლუდოვიკო მე-16-ს ერთ-ერთმა მეცნიერმა შესთავაზა რაღაცა იარაღი, რაღაც ძალიან დიდხანს წლების მანძილზე იჯდა და შესთავაზა იარაღი, რომელსაც ერთდროულად შეეძლო 24 ტყვის ამოფრქვევა და ფაქტობრივად ეს იყო დღევანდელი ტყვიაფრქვევის პროტოტიპი, მაგრამ რა გააკეთა მეფემ მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ლუდოვიკო მე-16 საფრანგეთი ჩართული იყო შიდა დაპირისპირებაში და ყავდა უამრავი გარემტერი, მაგრამ ლუდოვიკო მე-16-მ კი არ შეაქო და კი არ დასაჩუქრა ვერცხლით და იმ ბეჭდებით, რომელიც მას უხვად ჰქონდა ხელზე, არამედ მან გამომგენებელი კაცობრიობის მტრად შერაცხა და თუ არ ვცდები დააპატიმრა კიდეც, ახლა არ ვიცი რა ბედი ეწია იმ ადამიანს იმ გამომგონებას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ეს მაგალითი იმისთვის მოვიყვანე, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ შეზღუდული ტექნიკური პროგრესისადმი. ასე როგორც ამბობენ უძველეს ცივილიზაციებშიც ასე იყო, სადაც მეცნიერებაზე ვარს არ ამბობდნენ, არამედ მას ასაიდუმლოებდნენ და აი ახლა უკან მოვდივართ ჩვენი გადაცემის თავარ თემამდე და აქედან წარმოიქმნა ძალიან ლამაზი ესეთი მითი თუ ლეგენდა თუ რეალობა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ჩვენს გადაცემაში მითსა თუ რეალობაზე, რომელსაც თავისი რეალური საფუძველი არსებობისა გააჩნია და ფაქტობრივად სად იწყება ზღვარი ფანტაზიასა და მითსა და რეალობას შორის ძალიან რთულია, იმიტომ რომ ყველაფერი რაც მითოლოგიაში ვკითხულობთ გარკვეულწილად მაინც თავის რეალურ კვალს ტოვებს, თუნდაც ადამიანთა ბედზე და თუნდაც პირდაპირ ვიტყვი ისტორიაში. და აი ხა გადავდივარ თემაზე, აქედან წარმოიქმნა მითი თუ ლეგენდა ეგრეთ წოდებულ საიდუმლო ორგანიზაციაზე სახელით 9 უცნობთა კავშირი. აი სწორედ ეს გახლა ჩვენი დღევანდელი თემა. რამდენიც არსებობს ცივილიზაცია, ზოგადად ის ცივილიზაციას უბრუნდები, ყოველთვის არსებობდა დედამიწაზე ეგრეთ წოდებული საიდუმლო საზოგადოებები, გნებავთ დღეს ამ პოპულარული თემა საიდუმლო მთავრობა, რომელიც მართავს ქვეყანას და ვიღაცა გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომელსაც სურთ, რომელმაც იციან უფრო მეტი და ფაქტიურად მარიონეტებით მართავენ ქვეყანას, ეგრეთ ერთგვარი შეთქმულების თეორია, მე რა თქმა უნდა არ ვიზიარებ ბოლო
ბოლომდე და ვთქვათ ესეთი ნაწილობრივ შეიძლება რაღაც მომენტები ჩაითვალოს მისაღებად, რაღაც ბოლომდე არ ვიზიარებ, თუმცა ამ თემას ჩვენ ალბათ შევეხებით მომდევნო გადაცემაში. არსებობს უამრავი ესეთი საიდუმლო ორგანიზაციები, მასონები, ტამპლიერები, როზენკრეიცერები, ილუმინატები და ასე შემდეგ და შემდეგ, მათზე მეტნაკლებად ინფორმაცია თქვენ გაგაჩნიათ, საზოგადოებრივ შეუძლია ამის შესახებ წაიკითხოს, მაგრამ X კოდი ის X კოდია, რომ აუცილებლად ჩვენ უფრო მეტად ვსაუბრობთ იმაზე, რაზედაც ინფორმაცია თქვენ ნაკლები მოგეპოვებათ, რაზედაც შეიძლება თქვენ გაკვირით ქონდათ გაგონილი, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი გამორჩეული თავისი მეთოდით. შეინიღბოს კონსპირაციული მეთოდით და დამალოს თავისი საქმიანობა საზოგადოება, რომელიც დღესაც თითქმის არ არის შესწავლილი, დღესაც არის იდუმალებით მოცული, დღესაც არის დავა იმაზე, ეს რეალური ორგანიზაცია თუ არარეალური, ეს მითია მხოლოდ ლეგენდა თუ ნამდვილად არსებობენ, თუმცა ამას ჩვენ გადაცემის დღევანდელი მსვლელობიდან თქვენ თავად გამოვიტანთ დასკვნას, რა თქმა უნდა ჩვენ მხოლოდ ინფორმაციას მოგასწრით, ეს არის 9 უცნობდა კავშირი, 9 უცნობის კავშირი. დღესაც მსჯელობენ, როგორც გითხარით, არსებობს თუ ეს რეალურად ეს სინამდვილეა თუ ლამაზი მითი. ჩვენ თუ გვაქვს დრო, 2 წუთი გვაქვს, მაგრამ დავიწყებ თხრობას და როცა შემოვა საინფორმაციო მე შევჩერდები და კვლავ მე განვაგრძობთ ამ თემაზე საუბარს. პირველი ცნობა ამ იდუმალი ორგანიზაციის შესახებ განეკუთვნება ჩვენს წელთაღრიცხვამდე, დაახლოებით მე-3 საუკუნეს და დაკავშირებულია ინდოეთის მბრძანებელ აშოკასთან, აშოტასთან შეგეშალოთ, ეს არის აშოკა, სამცნობილი ის ვინც დაუშვათ იცის ვისაც უყვარს რაღაც აღმოსავლური ფილოსოფია, მისთვის ცნობილია რა თქმა უნდა ბხაგავად-გიტა, მახალ-ბხარა და სწორედ აი ამ აშოკასთან არის დაკავშირებული გურგუშეტრას ბრძოლა. ეს არის ნახევრად მითი, ნახევრად სინამდვილე, მაგრამ მინდა თქვა, რომ ეს იყო ადამიანი, რომელმაც შეძლო საბოლოო ჯამში ინდოეთის გამთლიანება. შეიძლება აქ ორი კუთხით მიუდგე ამ ადამიანის ბიოგრაფიას, ერთ მითოლოგიურ, რელიგიური, ფილოსოფიური კუთხით, მეორე წმინდა ისტორიული კუთხით, მე რაღაცნაირად ორივე თანხოდრას გავაკეთებ ამ შემთხვევაში, რომ სრული პორტრეტი შეიქმნას იმისა, თუ რაზეა საუბარი, სწორედ აი ამ აშოკას მიაწერენ ამ საზოგადოების შექმნას და რაში იყო საქმე, ეს ადამიანი ფაქტობრივად განაგრძობდა თავისი წინაპრების საქმეს, იყო ესე იგი თავისი ბაბუის და მამის საქმის გამგზელებელი, მას უნდა გაერთიანება ინდოეთისა, იგი იყო ჩართული იყო თავიდან ფეხებამდე ან ძმათამკვლევ ომში, რაღაცნაირად ჰქონდა თავისი პატივმოყვარეობა, შურისძიების ესე იგი წყურვილი და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც ერთ და სხვათა შორის მინდა გითხრათ, აქ ძალიან საგულისხმო მომენტია, რომ აი ამ როდესაც ჩვენ საუბრობთ აი ამ დროზე, აქ მინდა გითხრათ, რომ მას ჰქონდა აი მითი თუ სინამდვილე, მითსა და სინამდვილე როდესაც ვამბობდით, თუნდაც ის რომ უძველეს დროში იყო მფრინავი აპარატები, ჰქონდათ მასობრივი განადგურების ყველა ტიპის იარაღი, მათ შორის ბირთვული, ფსიქოლოგიური, ტექტონური, ჰქონდათ ელექტროენერგია, შეძლოთ შორმანძილზე ინფორმაციის გადაცემა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს დღეს ჟღერთ ძალიან სასაცილოდ, მაგრამ და რაღაცა შეიძლება თქვას, საჭირს ამ კაცს სულ გარეკა, მაგრამ მერწმუნეთ მე არ გამირეკავს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ შემდგომ გადაცემებში თქვენ ნახავთ, რომ ეს სავსებით რეალურია და რეალობას მოკლებულია, თუმცა ჩვენ დავუბრუნოთ კვლავ მეფე აშოკას, რომელმაც შექმნა ეს 9-თა კავშირი და თუ როგორ შეიქმნა ეს ორგანიზაცია, მოდით ეს ამის შესახებ უკვე მოვისმინოთ მოკლე საინფორმაციო გამოშვების შემდეგ. მოვარგოთ X კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X კოდი მიშა მიმინოშვილთან ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, X კოდი განაგრძობს მუშაობას რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. თქვენი ცით ამ გადაცემის მოსმენა ყოველ პარასკევს შეგიძლიათ 8 საათიდან 10 საათამდე და რაც შეეხება ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა, ეს გახლავთ მეტად ბუნდოვანი, საიდუმლოებით მოცულული იდუმალი ორგანიზაცია თუ საძმო 9 უცნობთა კავშირი, რომლის შესახებ ინფორმაცია, ბევრი მეკითხარით, რომ ძალიან ბევრი საიდუმლო ორგანიზაციები არსებობს, ჩვენ მათზე მეტნაკლებად ვისაუბრეთ და ვისაუბრებთ, რა
თქმა უნდა უფრო მეც, მაგრამ ეს ის ორგანიზაცია, რომელიც ნახევრად მითიური, ნახევრად ლეგენდარული, ნახევრად მითია თუ რეალობა დღესაც არკვევენ ამას მეცნიერები და მკვლევარები, თუმცა გითხარით რომ პირველი ცნობა ამ იდუმალი ორგანიზაციის შესახებ განეკუთვნება ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნეს და უკავშირდება მეფე აშოკას, რომელმაც შეძლო ინდოეთის გაერთიანება, თუმცა ეს ტრანსფორმაცია მასში მოხდა მეტად მოულოდნელად. ნუ მე გითხარით რომ ის ფაქტობრივად განაგრძობდა თავისი მეფური გვარისთვის დამახასიათებელ თვისებებს ამჟღავნებდა, ისევე იპყრობდა მიწებს, სამეფოებს უერთებდა ერთმანეთს ძალით, სისხლით, პატიმროყვარეობა, სიფიცხე, დაუდგრომლობა, ძალაუფლებისადმი სიყვარული და შემდეგ აი შოკამ გადაწყვიტა კიდევ ერთ-ერთი დაუმორჩილებელი სახელმწიფოს კალინგუს ხელში ჩაგდება, სხვა შორის ეს კალინგუ რეალური სახელმწიფო გახლდა და იმყოფებოდა დღევანდელი კალკუტასა და მადრას შორის იყო განლაგებული და ბრძოლა იმდენად იყო სასტიკი და როგორც გითხარით ამ ბრძოლაში რაღაც აი მასობრივი განადგურების იარაღიც კი იყო გამოყენებული, ამასში მითოლოგია გვამცნობს და სხვა შორის ჩვენ ეს შემდეგი გადაცემის თემა ალბათ ეს გვექნება, იყო თუ არა ბირთვული აფეთქება მოხდა თუ არა ჩვენს წელთაღრიცხვამდე, რა თქმა უნდა სასაცილოდ და ეს ფანტასტიკურად ჟღერს, მაგრამ მერწმუნებთ ის რასაც თქვენ შემდეგ გადაცემაში მოისმენთ არ არის საცილოდ, დაუბრუნდეთ ის აშოკას და 100,000-ობით ადამიანი შეიწირა ამ სისხლისღვრელმა ბრძოლამ და ამ დროს, როდესაც აშოკამ გადახედა აი ამ გვამებს, რომ დასახიჩრებულ გვამებს, აი ამ საშინელმა პანორამამ ამ ბოდიში და დასახიჩრებული ცხედრებისა, მასში რაღაც გარდატეხა მოახდინა და რამდენიმე დღე ის შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შემდეგ კი გადაწყვიტა შეეცვალა თავისი მმართველობის მეთოდი უმალ და მთლიანად უარი ეთქვა ძალადობაზე, ცეცხლსა და მახვილზე. აშოკამ მიხვდა, რომ ინდოეთის გაერთიანება სხვა გზითაც არის შესაძლებელი, მას ჰქონდა გარკვეული ხილვა და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ადამიანი ისტორიული პიროვნებაც გახლდათ და მახაბხარატას ერთ-ერთი მთავარი გმირი და სხვადასხვა კუთხით შეიძლება შევხედოთ მის ბიოგრაფიას, თუმცა მე ცოტა ადამიანურ ენაზე საუბრობდა რაღაც უფრო გასაგები რო იყოს, არ უღრმავდები ამ რაღაც ესეთ გლობალურად და სიგნისეულად არ შევდივარ ამ თემაში, უბრალოდ მხოლოდ ზედაპირულად რამე თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, იმ ორგანიზაციაზე, რომელიც ამ აშოკას დაარსებულია და აი მას შემდეგ მას ჰქონდა გარკვეული ხილვარი, შედეგად მონარქმა დაასკვნა, რომ ღმერთს არ ჭირდება სისხლი და ძალადობა, ღმერთს სურს, რომ მისი ხალხის გაერთიანება მოხდეს მშვიდობიანად, ღირსეულად, თითოეული მოქალაქის პიროვნული თავისუფლების გათვალისწინებით. აქ რა თქმა უნდა არ იგულისხმება თავისუფლებაში თავაშვებულობა, არამედ ზნეობრივი ნორმების ფარგლებში პიროვნული თვითრეალიზაციის გარკვეული ინდივიდუალური გზის პატივისცემა და ამის შემდეგ, უბრალოდ ერთი სიტყვით აშოკა თითქოს შეცვალეს. მან მიზნად დაისახა მთელი მის სამეფოში შემავალ და სამეფო რა თქმა უნდა მას ძალიან დიდი ჰქონდა, რამე თუ ეს არიელთა სივრცე ძალიან ფართო იყო, არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ დღევანდელი ინდოეთის ტერიტორიით, ეს კიდევ გეტყვით ეს სხვა გადაცემის თემა და მათი აი ცოცხალ არსებათა და მათი შთამომავლობისთვის ნორმალური სოციალური და ფსიქოლოგიური პირობების შექმნა დაისახა ამ ადამიანმა მიზნად, მათი სულიერი მდგომარეობის დასახვეწად და მისთვის საჭირო, მისი აზრით საჭირო იყო ახალი იდეები, ახალი გამოგონება, აზროვნების გაფართოება, მაგრამ ამავდროულად მან აკრძალა აი ეგრეთ წოდებული გონების მიერ ქმნილების, ანუ გონით მიღწეული პროგრესის, ანუ პროგრესული ტექნოლოგიების გამოყენება ბოროტი მიზნების რეალიზაციისთვის. როგორც მოგახსენეთ, ტექნოლოგიები მაშინ არც თუ ისე პრიმიტიული იყო, როგორც ჩვენი გონია, იყენებდნენ სხვადასხვა ტიპის მასობრივი განმგებლობის იარაღს და ამაში თქვენ ჩვენ ნორმალურ გადაცემის მსვლელობისას დარწმუნებით, ის არ იყო გულუფრთხილო და მშვენივრად ესმოდა, რომ ვერ შემოიფარგლებოდა მხოლოდ აკრძალვით, რადგან ვერც ერთ ძლევამოსილ მონარქს ვერ ძალუს აკონტროლოს აწყო და მით უმეტეს მომავალი. და რა გააკეთა აშოკა პაულოს მშვენიერ გამოსავალს მან დაარსა საიდუმლო ორგანიზაცია, რომლის ესეთი პირობით სახელია 9-თა უცნობთა კავშირი, რატომ 9 და რატომ უცნობთ ამას მიხვდებით თქვენ,
როდესაც მოისმენთ ამ გადაცემას ბოლომდე და რომლის წევრები დაიცავდნენ აი ამ ადამიანებს დაიცავდნენ საკუთარი თავისგან. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეტყვით ისტორია ბოლომდე გვიჩვენებს იმას, რომ ადამიანის პირველი მთერი არის სწორედ საკუთარი თავი. და ასე შეიქმნა ეს ძლევამოსილი, ძალიან იდუმალებით მოცული საძმო, ცრაუცნობთა კავშირი, უძველესი ცოდნისა და სიბრძნების ანონიმური მცველების ერთობა გახდათ. საძმოს უმთავრესი ფუნქცია, როგორც გითხარით, მდგომარეობდა იმაში, რომ ეს საკრალური ცოდნა, რომელიც არსებობდა და რომელიც მღრმავდებოდა, ეს არ იყო მხოლოდ ცოდნა, რომელიც არის და არ უნდა განვითარდეს, ნებისმიერი ცოდნა უნდა განვითარდეს, ნებისმიერ რაღაც არსებულ აღმოჩენას მაინც განვითარება ჭირდება, იმიტომ რომ უძრავი ყოველთვის იღუპება, მუდმივი ცვლილება უნდა მოხდეს და რა თქმა უნდა, ისინი სწორედ მათი ფუნქცია მდგომარეობდა იმაში, რომ ეს საკრალური ცოდნა, რომელიც მუდმივად იცვლებოდა იმ კუთხით, რომ უფრო ღრმავდებოდა, არ მოხდარიყო ბოდიში ამ სიტყვის პროფანების, სულელების, ხეპრების და ამბიციური, მაპატით ამ სიტყვის ამბიციური იდიოტების ხელში. მეცნიერების ის დარგი, რომელიც აშოკას აზრით შეეძლო კაცობრიობისთვის ზიანის მოტანა, მან უბრალოდ კი არ აკრძალა, არამედ მოყტავი გონებისთვის, მოყტავთათვის ფარული გახადა, რა თქმა უნდა, იდეურ მონარქს ესმოდა, რომ პროგრესის შეჩერება, ისე როგორც ადამიანის გონის განვითარების აკრძალვა არის დაუშვებელი, ამიტომ მან დაიწყო იმ დროის უძლიერესი და უმაგრესი მეცნიერების, მაგების, ასტროლოგების, ასტრონომების, ფილოსოფოსების, პრაქტიკოსების შეკრება მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მათ ჰქონდათ ყველანაირი პირობა, მატერიალური, ფსიქოლოგიური ფუფუნებაში აცხოვრებდა იმისთვის, რომ განეგრძოთ თავიანთი კვლევა, მაგრამ შედეგების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი, ეს ყველაფერი აკუმულირდებოდა და არ ჟონავდა საზოგადოებაში. უამრავი ბრძენია ადამიანი გაერთიანდა ამ საიდუმლო ორგანიზაციაში, როგორც ეს ისტორიული წყაროები მოგვითხრობენ, ნახევრად მითოლოგიური, ნახევრად ლეგენდარული, თუმცა როგორც მოგახსენეთ ლეგენდასა და რეალობას შორის ხარი ძალიან ფაქიზია და სათავდება რეალობა და სადიწყება ფანტაზია ამ პირიქით, ძალიან რთული დასადგენია, მაგრამ აშოკას აი გლობალურ გეგმაში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ბრძენი გამბრძვილი ადამიანი შედიოდა, რომელიც თავის საქმიანობას განაგრძობდა, იმის და მიხედვით თუ პრაქტიკულად რა საქმიანობდნენ, გითხარით ფილოსოფოსებიც იყვნენ, ყველა აკეთებდა თავის საქმეს. მაგრამ გეგმაში ჩახედული იყო მხოლოდ 8 რჩეული პირი, რომელიც აი ამ დანარჩენებს აკონტროლებდა. რატომ 8? ესეც არ ვიცი, ეს ალბათ ნუმეროლოგიის მიყვებით ალბათ გარკვეული სიმბოლო და მისტიკა ამაში არის, თუმცა მე ამას ნუმეროლოგიის და ვერ გეტყვი თუ რაში მდგომარეობდა ამ საკრალური რიცხვის შინაარსი, მაგრამ ფაქტია, რომ აი ეს 8 და მე-9 იყო აშოკა, საბოლოო ჯამში 9 უცნობთა კავშირი ესე დაარსდა. ყველა დანარჩენმა იცოდა მხოლოდ როგორც მოგახსენეთ გეგმის ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ მათ ეხებოდათ კონკრეტული პრაქტიკიდან და კონკრეტული საქმიანობიდან გამომდინარე, თუმცა გეგმა ასობით საუკუნეზე იყო გათვლილი, არა თუ დაუშვათ აი დღეს და ხვალ და ზეგ როგორ იქნებოდა რაღაც, არამედ აი ძალიან გლობალური ხედვით იყო შექმნილი ეს ორგანიზაცია და ესე ნაწილდებოდა არა დაუშვათ ერთ კონკრეტულ თარიღზე 10 წლეულზე, არამედ 100 წლეულზე, როგორც მოგახსენეთ. უბრალო ვაჭრების იერით ინიღბებოდნენ ეს აშოკას საიდუმლო ემისრები, სხვადასხვა ესეთი ხალხის შეგროვების მანერა, როგორც გითხარით, ასასინებისთვისაც იყო დამახასიათებელი ეს ჩვენ გქონდა მათზე გადაცემას ეს საიდუმლო ნახევარ გასაიდუმლოები სადაზვერვო ჯგუფი, რომელიც მოდით ახლა თუ დავიწყებ მასაზინებს საუბარი თემას გადავახვევთ, ამიტომ აი ესეთი იერით, ვაჭრების იერით შემიღებული აშოკას აი ამ საიდუმლო ორგანიზაციის მიმდევრები ტიბეტში, ჩინეთში, იაპონიაში, არავიაში, შორეულ ჩრდილოეთში, სხვა სკანდინავიაში დადიოდნენ, იჩერდნენ, აგროვებდნენ მეცნიერებს, მოხდებოდა სიტყვას ვიხმარ, მაპატი დავერბოკება, იღებდნენ თუ ან მიყავდათ ეს მეცნიერები, ან თუ ისინი არ მოდიოდნენ ხანდაზმულობის ან სხვა გარკვეული პრობლემების გამო, ისინი მათგან იღებდნენ ამ ცოდნას გარკვეული საფასური საფუძველზე, ან გარკვეული იდეოლოგიური თანხმოდგრა ხდებოდა მათ საუბარში და ისინი ამას უპრობლემოდ გადასცემდნენ და შემდგომში აი სადაზვერო მასალით თუ შეიძლება ითქვას, მასალას ისინი ერთად აგროვებდნენ, ხდებოდა მისი აკუმულირება და ანალიზი მათთვის სპეციალურად შექმნილ და შეუმჩნეველ კონსპირატიულ შენობებში და ეს მსგავსი შენობები, როგორც ამბობენ, იყო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განფენილი და სად იყო ცენტრი და სად მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ ბევრი რამ არის ცნობილი სხვა საიდუმლო ორგანიზაციებს, აი 9 კავშირთა უცნობების 9 უცნობთა კავშირის შესახებ ენას და
ითვლება მაპატიეთ, მათ შესახებ ძალიან ცოტა არის ცნობები და ყოველ შემთხვევაში ცენტრი სად იყო მათი არავინ იცის, მაგრამ ხდებოდა აი ამ კონსპირატიულ ადგილებში, მათ ადგილსამყოფელში ესეთი ამ ცნობების დამუშავება. არქივები ასევე სამალავებში იყო დაცული, არქივები, რომლებიც აი ამ ექსპერიმენტების შედეგად იყო მიღებული შედეგები სახით, რომელიც ფუსელზე და მანუსკრიპტებზე რა თქმა უნდა რჩებოდა. უსაფრთხოების მიზნით მას ერთგვარი ესეთი ხმებიც კი გაავრცელეს, მაშინ ალბათ ესეთი ხმები გავრცელება უსაფრთხოების მიზნით მოსულა ალბათ მაშინ და ამბობდნენ რომ თითქოს აი ამ საცავებს იცავდა საშინელი უჩხული და მინდა გითხრათ რომ ამ მეთოდმა მართლაც გაამართლა, ვერავინ ვერ ბედავდა, ამბობენ რომ მათი აი ადგილსამყოფელთან ახლოს მისვლასაც კი და ასე შემდეგ. შუა საუკუნეების მანძილზე 9 აი ამ საუკუნეების მანძილზე, შუა საუკუნეები და შემოგვიყვეთ, საუკუნეების მანძილზე 9 რჩეული ბრძენი იცავდა ამ პროგრესულ ცოდნას და ტექნოლოგიების ადამიანის ეგრეთ წოდებული ბინძური ხელისგან, ერთობორტად არ გამოიყენებდა ისინი და ელოდებოდნენ დროს, როდესაც კაცობრიობა გახდებოდა ღირსი თავისი მორალური ასპექტიდან გამომდინარე, თავისი გარკვეულ დონეს მიაღწევდა იმისთვის, რომ ამ საკრალური ცოდნა ზიარებოდნენ, ანუ მიიღოთ ის ცოდნა, რომელსაც ისინი ასე იცავდნენ, რადგან სწორედ წარემართად ბუნებრივი რესურსები, სწორედ წარემართად ადამიანის გონი სასიკეთოდ ადამიანს არ ასაზიანოთ და უკვე გაკეთებული აღმოჩენები და გამოგონებანი ასევე გამოეხმარათ ადამიანებისთვის და არა ადამიანების მოსაკლავად და მათ გასანადგურებლად. აი ამ ძმებს, ამ 9 ძმას, 9 ძმა რაღაც ხერხეული ძეები არა, მაგრამ აი 9 ძმა აშოკას მიერ შექმნილ ორგანიზაციაზე საუბარი, მათ სურდათ რომ ცოდნა მოხმარებოდა მხოლოდ სიკეთეს, მაგრამ როგორც ჩანს აი მათმა გონმა ძალაუფლების სწრაფით დაბმოებული ადამიანებისა მაინც შეძლო ამ ღირსეული მცველების მოტყუება, ზოგიერთმა ინფორმაცია როგორც ამბობენ გაჟონა და მოხდა აი ამ უწმინდური გონების მქონე ადამიანების ხელში. 9 უცნობთა კავშირმა საბოლოოდ შეიძლება ითქვას ვერ შეძლო დაეცვა სამყარო ძალადობის, ომისა და ეპიდემიებისგან, რომელიც ხშირ შემთხვევაში ისევ ადამიანის გონის ნაყოფი იყო და ხშირ შემთხვევაში ადამიანი იყო დამნაშავე იმაში, რაც ხდებოდა, თუნდაც ის ეპიდემიების გავრცელება და შესაძლოა კატასტროფათა რიცხვი ეს მეორე ვარიანტია უფრო კოლოსალურ ნიშნულს მიაღწევდა, რომ არა ეს ადამიანები, რომლებიც აი ესე უხილავი მცველები, რომლებიც ესეთ ცოდნას იცავდნენ და ამის გამო არ ხდებოდა მასიური გამოყენება აი ამ ცოდნისა ბოროტების სასარგებლოდ. ამ ჰიდუმალი კავშირის წევრობა სხვადასხვა დღემდე, როგორც გითხარით, უდიდეს გამოცანას წარმოადგენს. არავინ იცის ვინ იყვნენ ისინი და ვინ არიან, არავის არ შეუძლია მათი სახელების და გვარის დასახელება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ როდესაც ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვლებოდა, მას უმალვე სანამ გარდაიცვლებოდა უმალვე პოულობდნენ მეორე ისეთივე ღირსეულ და ბრძენ ადამიანს, როგორც მისი წინამორბედი იყო, რომელსაც ისევე როგორც მის წინამორბედს შეეძლო საიდუმლო შენახვა, რომელიც ისევე როგორც მის წინამორბედს ჰქონდა გარკვეული პრაქტიკული ჩვევები და გარკვეული სიბრძნე იმისთვის რომ განეგრძო მისი წინამორბედის საქმიანობა და მართალი ამ ორდენის წევრთა შესახებ ზუსტი ცნობა არ არსებობს, მაგრამ როგორც არ არსებობს ზუსტი ცნობა, როგორც გითხარით, თავად ორდენის რეალობისა, შესაძლოა ეს მხოლოდ და მხოლოდ ლამაზი ლეგენდაა, ზოგადად ასეთი ადამიანების პოვნა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ძნელია, გარეგნული ნიშნებით ისინი თანამედროვეებისაგან პრაქტიკულად არაფრით არ განსხვავდებოდნენ, იმიტომ რომ ნებისმიერი ესეთი საიდუმლო ორგანიზაციაში ერთ-ერთი შემავალი თვისება გახლავთ ეს კონსპირაცია და კონსპირაციის ხელოვნების უმაღლეს დონეს აღწევდნენ ესენი, ამიტომ მათ შესახებ ჩვენ თითქმის არაფერი არ ვიცით, თუმცა არსებობს მოსაზრება რეალობასთან ძალიან ახლოს მდგომი, რომლითაც შეიძლება ვარაუდის დონეზე თუნდაც გამოთვალოთ ის, რომ ვინ იყო, შესაძლებელია ვიღაცას უწოდოთ ჩვენ და მოვიაზროთ ამ ორდენის წევრად, ვინ შეიძლება ყოფილიყო ეს ღირსეული რჩეული, შეიძლება მოვიაზროთ მხოლოდ აი ეს ვარაუდის დონეზე, გამომდინარე მათი საქმიანობიდან და იმ ცოდნის დონიდან, რომელიც არა მარტო მათ თანამედროვე ეპოქას აღემატებოდა, არამედ საუკუნეებს უსწრებდა და მერწმუნეთ ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია. მკვლევარების აზრით მე თუ მაქვს ეხლა დრო ერთ-ერთ მათგანს დაგისახელებთ, ის გახლავთ ამ 9-თაგან არის ვარაუდი და ის ამ ვარაუდში ძალიან ბევრი მეცნიერი ჯერდება, რომ ესეთი პიროვნება ერთ-ერთი ამ 9-თაგანი გახლავთ ძალიან ცნობილი
ცნობილი ევროპელი იდუმალი ესეთი ცოტანი იყვნენ სხვადასხვა თიძე ჩამოსათვლილი ადამიანები, რომელთა ბიოგრაფიაც და საქმიანობაც იდუმალებით არის მოცული ჩვენ მათ დღეს ჩვენ მეტნაკლებად გავიცნობთ. ესეთი პიროვნება გახლავთ პაპა სილვესტრე მეორე, მე მგონი სკანდინავიიდან იყო წარმომავლობით, მას სხვა სახელიც ჰქონდა გერბერტ ორიაკიდან, არ ვიცი სადაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩრდილოეთ ევროპა. დაახლოებით ის დაიბადა 900 წელს და გარდაიცვალა 1002 წელს. ეს იყო ბენედიქტიანი ლიბერი, ასევე რაიმის უნივერსიტეტის ლექტორი და იმპერატორ ოტო მესამის მხარდაჭერით ის გახდა რომის პაპის თრონიც კი მოიპოვა, მაგრამ ძალიან ესეთი პატიოსანი და სხვანაირი პიროვნება გახლავთ. ის ერთი პერიოდი ცხოვრობდა მადრიდში, სხვათა შორის შემდეგ იმოგზაურა ინდოეთში, დღიურებიც აღარაფერი აღარ დარჩა, მაგრამ უბრალოდ როგორც ესეთი იდუმალი პიროვნებისა, იდუმალებით და იდუმალების გარსით მოცული ადამიანის ბიოგრაფია შეეფერება, მათი ნაწერები არ ჩანს, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი იხსენებს მათთან შეხვედრას და ესე შეიძლება ვარაუდის დონეზე გამოთქვა თუ რა მქონდა ამ ადამიანს ჩადენილი და რა საქმიანობას ეწეოდა ეს, თუმცა ამბობენ რომ მე აი ინდოეთში მის მოგზაურობაზე ამბობენ რომ სწორედ აქ დაეწევა ის რაღაც საიდუმლო ცოდნას და სავარაუდოდ იქ გაერთიანდა ჩვენს მეხსენებულ საგმოში. ის იყო ნამდვილად უაღრესად საინტერესო ენციკლოპედიური უნივერსალური განათლების მქონე ადამიანი, პიროვნებადაც ძალიან დადებითად ახასიათებდა მას ყველა ვინც მას იცნობდა, აგროვებდა ძველ ხელნაწერებს, წერდა ტრაქტატებს ასტრონომიაში, გეომეტრიაში, მუსიკაში, ჰარმონიაში, ну მოკლედ ყველაფერს რასაც ეხებოდა, ყველაფერი გამოდიოდა ძალიან კარგად. მისი განწყობა მან შექმნა ასევე მათემატიკაში, გეომეტრიაში და ფიზიკაში თითქმის ისეთ დონეს აღწევდა, რომ დღესაც მეცნიერები ამ სფეროდან მკვლევარები, როდესაც მის აი ნაშრომები ბოლომდე არის შემორჩენილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მის მიერ დანატოვარი და მის მოწაფეების მიერ გაგრძელებული საქმიანობა თუნდაც ის სფეროში, რომელიც მე ჩამოგითვალეთ, იმდენად მაღალი იყო, რომ უსწრებდა არა მხოლოდ დროს, არამედ დღესაც გარკვეულ კითხვებს ტოვებს სპეციალისტებში თუ როგორ შეძლო ამ ადამიანმა ესე მარტივად ერთი ხელის მოსმით ესეთი რთული განტოლებების და რთული რაღაც ესეთი თეორიების ახსნა. ამბობენ იმასაც, რომ მას ჰქონდა ესე ძალიან საინტერესო მომენტი, სპილენძის თავი, რაში მდგომარე სიკვდილის თავი მე ვერავინ ვერ ხსნის, მაგრამ ეს ესე თავი იყო, რომელიც ყველა დასმულ კითხვაზე სწორ პასუხს იძლეოდა. შესაძლებელი ეს იყო ერთგვარი კომპიუტერის წინამორბედიც კი, მაგრამ პასუხს იძლეოდა არა კონკრეტულად რაღაც სენტენციების სახით, არამედ უბრალოდ პასუხობდა ან კი ან არა, როდესაც ამ ადამიანს მიმართავდნენ ხოლმე თხოვნით და ის ჩაიკეტებოდა თავის კელიაში, ამ თავთან მივიდოდა, დაუსვოდა შეკითხვას და ეს თავი პასუხობდა ან კი ან არა, როგორ პასუხობდა კი არ ლაპარაკობდა, რომ რაღაცნაირად მხოლოდ მისთვის გასაგებ ენაზე. სხვა შორის ეს მაგიერი თავი მისი გარდაცვალების შემდეგ დაიკარგა, ისევე როგორც დაიკარგა მისი ყველა ნაშრომი, დაიკარგა როგორ? ძალიან ბევრი მკვლევარი მიიჩნევს იმას, რომ ეს თავი დღესაც ინახება ვატიკანში, სხვა შორის ვატიკანის ბიბლიოთეკის საიდუმლოების ცალკე თემა და ალბათ თუ მოგვეცა ჩვენ საშუალება ამაზეც ვისაუბრებთ, დღეს არა სხვა გადაცემებში და იმედი ოდესმე უბრალოდ მოკვდავები მაგიურ თავს ნახავენ და სხვა შორის სილვესტრ მეორე ცნობილი იყო ასევე თავისი მისწრაფებით შეექმნა უნივერსალური ქრისტიანული სახელმწიფო, რომელიც შეაჩერებდა იმ სისხლის გვარს მსოფლიოში, რომელიც მაშინაც ესეთი ძალმომრეობით იყო გამორჩეული და მაშინაც დიდი პრობლემას უქმნიდა კაცობრიობას. ახლა ჩვენ ნელა გვანიშნებენ, რომ ჩვენი დრო მოვიდა მსოფლიო ხიდისა, მოდით ახლა შევისვენოთ ამ საუბრის შემდეგ მსოფლიო ხიდში თქვენ მოვისმენთ რაღაც თემატურად, რაღაც ნაშოკას ესაუბრობდით, რაღაც ინდურ თემატიკას, კულა შაკერი შეასრულებს თავის ცნობილ კომპოზიციას გოვინდა, შემდეგ საინფორმაციო გამოშვების შემდეგ კი ჩვენ კვლავ დაბრუნდებით ამ საინტერესო თემაზე საუბრით. მოვარგოთ X კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X კოდი მიშა მიმინოშულთან ერთად.